Administrațiasთან აქცია დაასრულებულია. აქ შეკრებილები იყვნენ 50-მდე ადამიანის სფერო ჰოლდინგის მიერ და სფერო ინვესტის მიერ დაზარალებული ადამიანები, რომლებიც ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის სამსახურისგან ნებისმიერი მისი წარმომადგენლისგან ყურადღების მიქცევას უბრალოდ და მათთან გასაუბრებას. სფეროს დაზარალებულები მას შემდეგ გახდნენ იძულებულები მოსული იყვნენ სამთავრობის ადმინისტრაციასთან, რაც ყურადღება არ მიაქციეს თბილისის პროკურატურასთან, მაგალითად, როდესაც ისინი შეიკრიბნენ ორჯერ და ითხოვდნენ პროკურატურისგან შესაბამის პასუხებს მათ კითხვაზე. 8 თვეა უკვე ეს ადამიანები სამართალს ითხოვენ, ამბობენ, რომ 570 ადამიანის სფერო ინვესტმა, სფერო ჰოლდინგმა დააზარალა. მათი მოთხოვნის შესაბამისად პროკურატურამ მისცა პასუხისგებაში ამ კომპანიის დამფუძნებლები, დირექტორი, მათ შორის იურისტი, თუმცა მათთვის არაფერი შეცვლილა 8 თვის განმავლობაში. დადიან სასამართლო პროცესებზე და პარალელურად პროკურატურას მიმართავენ თხოვნით, რომ დაუბრუნოს სახელმწიფომ მათი კუთვნილი თანხები დაზარალებულებს ის თანხები, რომელიც დააყადაღა საგამოძიებო უწყებამ, მას შემდეგ რაც პასუხისგებაში მიცა კომპანიის დამფუძნებელი პირები. პროკურატურას დაზარალებულებისთვის აქვს შემდეგი პასუხი, ვიდრე ბოლო დაზარალებული არ მიეცემა პასუხისგებაში, არ გაუშვებენ ციხეში, არ მიესჯება შესაბამისი წლები. ამ პერიოდის განმავლობაში დაზარალებულებს უბრალოდ ფიზიკურად სახელმწიფო ვერ დაუბრუნებს კუთვნილ თანხებს, ვინაიდან ეს ამ თანხებს ადევს ყადაღა და შესაბამისად ისინი ელოდებიან უკვე მსჯავრდებული სტატუსს დაკავებული პირებისთვის, ბრალდებული პირებისთვის. ადამიანები ამბობენ, რომ ისინი ქუჩაში არიან, ნაწილ მათგანს არ აქვს საერთოდ თავშესაფარი, შესაბამისად ისინი ვერ დაელოდებიან, ვიდრე არ მოხდება ექსტრადირება იტალიიდან საქართველოში ერთ-ერთი დაკავებული პირის, რომელიც 3 თვეა უკვე იტალიის ციხეშია და სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მის ეტაპირებას იტალიიდან საქართველოში. სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელ გივი წულეისკის თაღლიც გიორგი მურუსიძეს და სოფო პეტიაშვილს ბრალა დედებათ უკანონო საქმიანობის განხორციელება 2022 წლიდან 25 წლამდე. ამიტომ ჩვენ დღეს სახელმწიფოსგან ვითხოვთ მთელი 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო უყურებდა ამ უკანონობას და სანამ 2025 წელს ეს პირამიდა არ დაინგრა, მანამდე არც ერთი დამნაშავე არ იქნა დაკავებული. მათ შორის დირექტორმა გიორგი მურუსიძემ მოახერხა ქვეყნიდან გაქცევა. ვითხოვთ სასწრაფოდ სახელმწიფოს ყველა საგამოძიებო სტრუქტურისგან სასწრაფოდ იქნას ექსტრადირებული გიორგი მურუსიძე. იმაში ხიაცის ქვეშ ვარ დარჩენილები. მოვდივართ უყურადღებოთ, მივდივართ უყურადღებოთ, ყოველკვირა იმართება სასამართლოები, იკითხება 1-2 ადამიანი და უშედეგოდ ყველაფერი. ვითხოვთ 570 ოჯახი, ვითხოვთ დახმარებასა და თანადგობას. არ უნდა განმეორდეს 90-92 წლები, როცა ფული ყველა შეუჭამეს. ერთ-ერთი დაზარალებული მაშინდელი მე ვარ. ვინის ფული მქონდა შეტანილი და საერთოდ კაპიკი ვერ ავიხეთ, ან ვინ მომცემ. იგივე განმიმეორდა ერთ. ნუ დასაკავებელია უნდა დააკავონ. მე ხوار დავაკავებ შვილო. მე ვარ გადავიხადო დაუშვათ ერთი თვე ისა გაზის ფული და დამაკავებენ და გამომირტავენ და მეორე დღეს ციხეც არ ამაცილებენ და როგორ ეხლა ის ვეღარ დააკავეს ამდენი ხანი? მიუმართავ ირაკლი კობახიძეს მთავრობას აუცილებლად ჩაერთეთ, რომ ექსტრადირება მოხდეს გიორგი მურუსიძის მთავარი თაღლითის დირექტორის, რომელიც არის ყველაფრის ხელმომწერი, მისი ხელმოწერა და თანხმობა გჭირდება ხალხთან, რომ გავყიდოთ და გაიყიდოს ეს არსებული ქონება, სასწრაფოდ ჩაერთეთ, რომ ჩამოვიყანოთ ეს მთავარი თაღლითი, 10 თვეა გაპარულია იტალიაში და ვერ ჩამოდის. ჩამოიყვანეთ მთავარი თაღლითი, მოვითხოვთ 570 ოჯახი და მის უკან დგომი ათასობით ადამიანი. სასწრაფოდ მოხდეს მთავარი თაღლითის გიორგი მურუსიძის ჩამოყვანა. სფერო ჰოლდინგის მიერ დაზარალებულ მოქალაქეებს ცოტა ხნის წინ მთავრობის კანცელარიიდან გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის აპარატის ერთ-ერთი წარმომადგენელი და მიმართა მათ, რომ დაეწერათ ოფიციალურად განცხადება ირაკლი კობახიძის სახელზე და ამის შემდგომ დიდი ალბათობით რეაგირება ექნება მათ მოთხოვნას. ყოველ შემთხვევაში ეს დაპირება მიიღეს აქ მოსულმა დაზარალებულებმა და ამის შემდგომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაშლილიყვნენ დროებით, ვიდრე მათ შესაბამის განცხადებას პასუხი არ გაეცემა. რაც შეეხება თავად გივი წულეის
წულეისკირს, რომელიც პატიმრობაშია, იმართება მისი სასამართლო პროცესები, ის არის ადამიანი, რომელმაც დააფუძნა სფერო ჰოლდინგი და 570 ადამიანი სწორედ მას სდევს ბრალს იმაში, რომ მიითვისა მათი კუთვნილი თანხები. დაზარალებულების უმეტესობა არის ემიგრანტი, შევახსენებ საზოგადოებას. გივი წულეისკირი ცოტა ხნის წინ მისი სახელით გავრცელდა სოციალურ ქსელში განცხადება, სადაც ის სფერო ჰოლდინგის იურისტის დაკავებას გამოეხმაურა. სოფო პეტრიაშვილის ამბობს, რომ უკანონო იყო მისი იურისტის დაკავება გამომდინარე იქიდან, რომ ის ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას. ასევე გივი წულეისკირი მიმართავს საპატრიარქოს და სთხოვს შუამავლობას მას პროკურატურასა და დაზარალებულებს შორის შეითავსოს მედიატორის როლი და დაეხმაროს საპატრიარქო ბრალდებულ გივი წულეისკირს იმისთვის, რომ დააღწიოს თავის ავარაუდოდ უკვეციხეს.